წარმოიდგინეთ თვალუწვდენელ წყნარ ოკეანეში ჩაკარგული პაწაწინა კუნძული, ვულკანური კლდეები, ტროპიკული სიცხე, ქოქოსის პალმები და 32 მამაკაცი, რომლებიც ერთადერთი ქალის ყურადღების მიპყრობისთვის იბრძვის. არა, ეს ჰოლივუდური ან ბოლივუდური ფილმის სცენარი არ არის. ეს რეალური ისტორიაა, რომელიც ნამდვილად მოხდა მეორე მსოფლიო ომის მიწურულს კუნძულ ანატაჰანზე. ახლა დეტალურად მოგიყვებით ამ დრამას, სავსეს ვნებით, ინტრიგებით და ტრაგედიით. მცირეოდენი გეოგრაფია. ანატაჰანი ვულკანური კუნძულია და მარიანის კუნძულების ჯგუფში შედის. მისი ფართობი სულ რაღაც 34 კვადრატული კილომეტრია. თავდაპირველად ის დიადი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქაში აღმოაჩინეს ესპანელებმა, მაგრამ კუნძულით ვერ მოიხიბლნენ და გერმანელებს მიჰყიდეს. გერმანელებმა თავის მხრივ მიწისეს ნაგლეჯი იაპონელებზე გადაკიდეს. კუნძულს არ გააჩნდა სტრატეგიული ღირებულება და შესაბამისად სამხედროები მისით არ დაინტერესებულან. სამაგიეროდ სასოფლო-სამეურნეო თვალსაზრისით კუნძულის სავსებით პერსპექტიული გამოდგა. ნიადაგი ვულკანური ფერფლით იყო გამდიდრებული, რბილი კლიმატი კი საუკეთესოდ აისახებოდა ქოქოსის პალმების ზრდაზე. ამიტომ იაპონელებმა გადაწყვიტეს კუნძულზე პლანტაცია გაეშენებინათ. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ანატაჰანზე იაპონელი ჩინოვნიკი კიკოირიტო ჰიგუ ჩავიდა. მას პლანტაციის ხელმძღვანელობა დაევალა, სადაც 45 ადამიანი მუშაობდა. ჩინოვნიკმა კუნძულზე თავისი ნათესავი სეიჩი ჰიგუ წაიყვანა, რომელსაც თან ცოლი ახლდა, 28 წლის კაძუკო. ეს კაძუკო ჰიგუს რეალური ფოტოა. როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, მუშებმა კუნძული დატოვეს. დარჩნენ მხოლოდ კიკოიტირო, სეიჩი და მისი ცოლი. მალე სეიჩიმ გადაწყვიტა კუნძულ საიხანზე გამგზავრებულიყო, სადაც მისი და ცხოვრობდა. ეს კუნძული ანატაჰანიდან 120 კილომეტრით არის დაშორებული. სეიჩიმ ცოლი ნათესავს ჩააბარა და დაპირდა, რომ ერთ თვეში უკან დაბრუნდებოდა. ამის მერე ამ კუნძულზე სიოჩი ჰიგუს ფეხი აღარასდროს დაუდგამს. ასე აღმოჩნდნენ კუნძულის ერთადერთი ბინადრები, კიკოიტირო ჰიგუ და მისი ნათესავის ცოლი კაძუკო. ასე გავიდა 2 წელი. თქვენ რა თქმა უნდა მიხვდით და სხვაგვარად უბრალოდ წარმოუდგენელი იყო, რომ ქალსა და მამაკაც შორის რომანტიკული ურთიერთობა გაღვივდა. მათ დაქორწინებას კი გადაწყვიტეს, როგორც კი იაპონიაში დაბრუნდებოდნენ. უკაცრიელ კუნძულზე ცხოვრება კი გაგანია მეორე მსოფლიო ომის დროს შეიძლება ითქვას საამურიც იყო და შეყვარებულები თავს სავსებით კომფორტულად და ბედნიერად გრძნობდნენ. კუნძულს მსოფლიო ომმა გვერდი აუარა, ზოგჯერ ძალიან იშვიათად კუნძულის სიახლოვეს სამხედრო თვითმფრინავები გადაიფრთვენდნენ, სადღაც ჰორიზონტზე კი ლინკორები გაიელვებდნენ ხოლმე. და სულ ეს იყო. იდილია 1944 წლის ივნისში დასრულდა. ამერიკულმა თვითმფრინავებმა კუნძულის სიახლოვეს იაპონური გემი ჩაძირეს. 32 მეზღვაური და კაპიტანი ნავებით ნაპირს მიადგნენ, სადაც მათ მხიარულად და სტუმართ მოყვარედ შეეგებნენ კიკოიტირო და კაძუკო. ისინი ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ, რით დასრულდებოდა კუნძულზე ამდენი უცხო მამაკაცის გამოჩენა. თუმცა თავდაპირველად რამდენიმე თვის განმავლობაში კუნძულის ძველი და ახალი ბინადრების სავსებით შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. პლანტაციები და ბოსტანი ადამიანებს ხილით და ბოსტნეულით კვებავდა, ოკეანე კი თევზეულით. ახალ მოსახლეებმა ქოქოსის ღვინის დაყენებას კი დაიწყეს. ომი კი კვლავინდებურად სადღაც შორს იყო და კუნძულს ძველებურად გვერდს უვლიდა. ომმა მხოლოდ ერთხელ შეახსენა მათ თავი, როცა კუნძულის სიახლოვეს ამერიკული ბომბდამშენი B-29 ჩამოვარდა. კუნძულელებმა თვითმფრინავის ნარჩენებთან მიცურეს და ალუმინის ნაჭრები და პარაშუტი წამოიღეს. ალუმინით ჭურჭელი დაამზადეს, პარაშუტით კი ახალი ტანსაცმელი შეიკერეს. კუნძულელებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ 1945 წელს ომი დასრულდა და კვლავ განაგრძობდნენ იზოლაციაში ცხოვრებას. 1946 წლიდან კი კუნძულზე შეტაკებები დაიწყო და მიზეზი კუნძულის მცხოვრები ერთადერთი ქალი გახდა. კაძუკო თავის სამოქალაქო ქმარს ღალატობდა და ერთ მეზღვაურთან დადიოდა, რომელსაც გენსაბურო ესინო ერქვა. ესინომ ქალთან ურთიერთობაში ხელი რომას შეშლო და კონკურენტის თავიდან მოცილება განიზრახა. ეს მარტივად გააკეთა. რევოლვერი აიღო, კიკოიტიროსთან მივიდა და მოკლა. როდესაც გენსაბურო ესინო ამ დანაშაულს ჩადიოდა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ ქალი სხვა მეზღვაურსაც ხვდებოდა. მორიო ტიბოის და ახლა უკვე ტიბოიმ გადაწყვიტა ქალი მხოლოდ მისი ყოფილიყო და გენსაბურო დანით აკუწა. კაპიტანი ესიდა, რომელიც ტრაგედიების ამ სერიას თვალს ადევნებდა, მიხვდა, რომ ეს არასდროს დასრულდებოდა და დროთა განმავლობაში კუნძულზე მყოფი მამაკაცები ერთმანეთს დახოცავდნენ. ამიტომ კაპიტანმა მისი აზრით ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვიტა კაძუკო მეზღვაურთა შორის ყველაზე ძლიერისთვის და ყველაზე აგრესიულისთვის, რიიჩირო იანაგიბაჩისთვის მიეთხოვებინა. კაპიტნის გათვლა ასეთი იყო, რომ
ამ აგრესიულ მეზღვაურს დანარჩენები ვერაფერს გაუბედავდნენ. კაპიტანი ესიდა შეცდა. კაზუკოსთან ფიზიკური სიახლოვის სურვილმა მაინც გადაძალა და რიიჩირო უეცრად ბანაობის დროს ზღვაში დაიხრჩა. ვინ დაეხმარა გამოცდილ მეზღვაურს დახრჩობაში, ისტორია ამაზე დუმს. თუმცა ცნობილია ის, რომ კაზუკო ამის მერე კიდევ 4 მეზღვაურთან სიახლოვეში შეამჩნიეს. 4-ვე მათგანი კონკურენტებმა მოკლეს. საბოლოოდ ქალისთვის ბრძოლაში სულ 11 მამაკაცი დაიღუპა. ბოლო მათგანს დანით მიყენებული 13 ჭრილობით გაუსწორდნენ. 1950 წელს გადარჩენილებმა გაიაზრეს, რომ მკვლელობების სერიის აღკვეთის ერთადერთ გზად თავად ქალის მოკლა რჩებოდა. თუმცა კაზუკომ ვერაგოდი განზრახვის შესახებ შეიტყო და გაქცევა მოახერხა. თან კუნძულზე არსებული ერთადერთი რაცია გაიტაცა. ქალი ჯუნგლებში გაუჩინარდა კუნძულის აუთვისებელ მხარეს და მალე კუნძულის დატოვებაც მოახერხა. მომხდარის ორი ვერსია არსებობს. ერთი ვერსიით ქალმა ახლოს ჩამავალ ამერიკულ გემს რადიოსიგნალი გაუგზავნა და მის ასაყვანად კატერი გამოაგზავნეს. მეორე ვერსიით კი სიგნალი იაპონელებმა ჩაჭრეს და პატარა ზომის იახტაზე აიყვანეს. ასეა თუ ისე, კაზუკო მალე იაპონიაში აღმოჩნდა. ამ ისტორიამ ქალი ცნობილ ადამიანად აქცია. ის მთელი იაპონიის მასშტაბით მოგზაურობდა და კუნძულ ანატაჰანზე 32 მამაკაცთან ერთად ცხოვრების შესახებ ყვებოდა. აფიშებზე ეწერა ანატაჰანის დედოფალი. ამით ბლომად ფულსაც შეუვლობდა. თუმცა ინტერესი ბუნებრივია თანდათან მინილდა და კაზუკოც სახლში კუნძულ ოკინავაზე დაბრუნდა. იქ ქალი თავის პირველ დაკარგულ ქმარს სეიჩი ჰიგუს შეხვდა და რაგონიათ წყვილი ხელახლა დაქორწინდა. ქალის შესახებ შემდგომი ცნობები მწირია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კაზუკო 70-იან წლებში გარდაიცვალა. 2013 წელს ლოს-ანჯელესი შეძრა ამოუცნობმა ისტორიამ, რომელიც დღემდე იპყრობს მისტიკის და ამოუხსნელი საიდუმლოებების გაშიფვრის მოყვარულებს. 21 წლის კანადელი სტუდენტი ელისა ლემი უბრძოლოდ გაქრა სასტუმრო სესილში. შემდეგ კი გავრცელდა ვიდეო, როგორ იქცევა გოგო სასტუმროს ლიფტში პირდაპირ გაუჩინარების წინ. ამ ვიდეოს 10 მილიონი ნახვა აქვს სოციალურ ქსელებში და ამ ვიდეომ უამრავი თეორია წარმოშვა. რა შეემთხვა ელისა ლემი? როცა არ გაქვთ ფული, არადა სასწრაფოდ გასამგზავრებელი ხართ, შეიძლება უბილეთოდაც იმგზავროთ, იმ იმედით, რომ კონდუქტორი არ მოგადგენთ. მაგრამ რა ხდება თუ კი პლანეტის სულ სხვა მხარეს გინდათ გამგზავრება? ავსტრალიელი რეჯი სპირსი სწორედ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა და პრობლემა ორიგინალურად გადაჭრა. თუმცა კი ეს დიდი რისკის შემცველი გადაწყვეტილება იყო. მან საკუთარი თავი ბრიტანეთიდან ავსტრალიაში ამანათით გააგზავნა. ჯერ კიდევ ადრეული ასაკიდან ბავშვებმა იციან თუ ვინ არიან, გოგო თუ ბიჭი, მაგრამ რა ხდება თუ კი ვიღაცას ბუნების მოტყუება მოუნდება? შეძლებენ თუ არა, რომ თოჯინების და ვარდისფერი კაბებით ბიჭი გოგოსავით გასახდა. იყვებით შემზარავ ექსპერიმენტზე, რომელიც გვიჩვენებს, რომ გენდერულ იდენტობაზე სოციალიზაცია არ მოქმედებს.